Სამებით მეგობრებო და დღეს მინდა ვისაუბრო ტევ პირველის სიფარჩაკეზე და სიბანძეზე. ყველამ ვიცით უკვე ალბათ რომ მერაბ დვალიშვილი ჩამოვიდა საქართველოში და მერაბ დვალიშვილის ჩამოსვლისთანავე ტევ პირველმა დაიწყო თავის გაბანძება და ერთად ვნახოთ ძალიან მოკლე ვიდეოა თუ როგორი რაღაცა სისულელე, როგორი ყლეობა კითხა ტევ პირველი ჟურნალისტმა დვალიშვილს აეროპორტში. დაგვიმხილე რა უცხარი დონალდ ტრამპს. რასთან დაკავშირებით იყო საუბარი? ეს იყო ქვეყნის ევროპული კურსი. აი, წარმოიდგინეთ ახლა, აი ეს ვიღაცა ახალგაზრდა გოგო, როგორი გაბანძებულია, რომ აი ესეთ რაღაცა სისულელეს ისე ეკითხება დვალიშვილს, რომ ამასთან დაკავშირებით დარწმუნებული ვარ რაღაცა დისკომფორტს არ განიცდის, რომ ვერ ხვდება თუ რამხელა რაღაცა სისულელეს ეკითხება. ჯერ ვინც ნახა დვალიშვილის და ტრამპის იქ ურთიერთობა და კონტაქტი რამდენ ხანს გაგრძელდა, საერთოდ რაზე უნდა ესაუბრათ. მერე ან საერთოდ რა გარემოში მოხდა ხო მათი კონტაქტი. ან საერთოდ ტრამპი რა შუაშია საქართველოს ევროპულ მომავალთან, ან დვალიშვილი რა შუაშია პოლიტიკასთან, მაგრამ ბანძი ტელევიზიაა და შესაბამისად აი ესეთი ბანძი ჟურნალისტები ყავს და შესაბამისად ბანძი ტელევიზია და ბანძი ჟურნალისტი დასვავს ბანჩეკითხვას და ეგ არის და ეგ, მაგრამ ტევ პირველის და მისი ჟურნალისტების გაბანძება აქ აეროპორტში არ დასრულებულა, მოგვიანებით დვალიშვილმა გამართა პრესკონფერენცია, სადაც ტევ პირველის ჟურნალისტმა, ვინმე მარიამმა კიდევ ერთხელ გაიბანძა თავი. და რაში გამოიხატა ეს გაბანძება? დვალიშვილს უსვავს ესეთ შეკითხვას, რომ ვიღაც სინდისის პატიმრებზე მოკლედ რა სიტყვიო და იქ რას უსურვებო და მიხვალ თუ არაო იმათ პროცესზეო და ვიღაცას შენი გამოსახულებით მაისური ეს ეცვაო და პირადად იმას რას ეტყვიო და მოკლედ პროვოკაციულ შეკითხვებს რომ იქნებ როგორმე დვალიშვილმა რამე ისეთი თქვას რომ მე იმაზე დაეშენებინათ რომ აი თურმე დვალიშვილი არის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, თურმე დვალიშვილი მოუწოდებს ივანიშვილს რომ გამოუშვა სინდისის პატიმრები, რომ დვალიშვილი არის პროევროპული ძალების გვერდით და აი ეს რაღაცა სიგიჟეები რომ დაეშენებინათ, ამისთვის ჩალიჩობდნენ რომ დვალიშვილს იქნება რამე ისეთი წამოწდენოდა რომ მე ამაზე დაეშენებინათ თავიანთი რაღაცა სისულელები. მაგრამ რა თქმა უნდა დვალიშვილი არ წამოეგო ამ პროვოკაციას და როგორც ჩემპიონს შეეფერება, ისე მიუჩინა თავისი ადგილი ამ ვიღაცა ბანძ ქალს. და ყველაზე მთავარი რაც არის, ტევ პირველის ვიღაცა ბანძი ჟურნალისტი ეუბნება დვალიშვილს ესეთ რამეს, ყურადღება მიაქციეთ, რომ ესე იგი ტევ პირველიო გაძლევსო შენ შესაძლებლობას და საშუალებასო, რომ აი ტევ პირველის საშუალებით გამოთქვა შენი აზრიო. ამას ეუბნება ბანძი ტელევიზიის ვიღაცა ბანძი ჟურნალისტი გოგო მერაბ დვალიშვილს, რომელიც არის მსოფლიოში, არ ვიცი, დღესდღეობით მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანი, საკმაოდ ტიტულოვანი სპორტსმენი, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს და რომელსაც შეუძლია ნებისმიერ დროს ნებისმიერ პლატფორმაზე ეს ტელევიზია იქნება თუ ჟურნალი თუ გაზეთი თუ რაც არ უნდა იყოს, ნებისმიერი ქვეყნის შეუძლია რომ თავისუფლად თავისი აზრი გამოთქვას და დააფიქსიროს და რაც უნდა ითქვას და ამისთვის კიდე მადლობას მოუხდიან. ეს იქნება BBC თუ Playboy თუ რაც არ უნდა იყოს. და აი ამ გარემოებების გათვალისწინებით დვალიშვილს აი ეს ვიღაცა გამოკლებული ტევ პირველი ჟურნალისტი თურმე აძლევს საშუალებას, რომ ტევ პირველის რა ქვია საშუალებით დააფიქსიროს თავისი აზრი. ვაი თქვენ პატრონს.
უკვე ამათ სიფარჩაკეს და სიბანძეს საზღვარი არ აქვს მართლა და აი როგორი რაღაცა ყლიჭო-მიჭო ტელევიზიებიც არიან, აი ეს TV პირველები და ფორმულები და ვიღაცები, ზუსტად ისეთი ყლიჭო-მიჭო ჟურნალისტები ყავთ და ამის განსახიერება იყო TV პირველის ჟურნალისტის შეკითხვა აეროპორტში და მერე აი ისევ TV პირველის ჟურნალისტის შეკითხვები პრესკონფერენციაზე და ამათ სიბანძეს უკვე საზღვარი რო აღარ აქვს და აი ეს რაღაცა სიბანძის რესურსიც რო ამოწურეს, უკვე გადავიდნენ რაღაცა ყლეობაში გადადიან, ყლეობაში გადასდით უკვე. და მეწოდება, რა თქმა უნდა, ის ხალხი წარმოიდგინეთ, რაც უდრეში არიან, ვისაც აი ამ ვიღაცა ბანძი ჟურნალისტების მიერ გამომცხვარი რაღაცა ყლეობა სიუჟეტების სჯერა და ამათ მიერ გაკეთებულ რაღაცა ბანძ სიუჟეტებს რო აღიქვავენ რაღაცა უტყუარ ჭეშმარიტებად წარმოიდგინეთ ეს ადამიანები რაც უდრეში არიან სინამდვილეში ეს არის ვისი თქმაც მინდოდა აი ამ რაღაც სიბანძესთან დაკავშირებით რომელიც TV პირველმა მერაბ დვალიშვილთან მიმართებაში კიდევ ერთხელ გაიბანძა თავი და ყოველი დღე და ყოველი ახალი სიუჟეტი ცხადყოფს იმას რომ TV პირველიც და ფორმულაც და მთავარიც და ეს ვიღაცა გრიგოლიევი და მელაძეები და ტაბლიაშვილები და სანაიები და ვიღაცა ყლიჭო-მიჭოები ისეთ საშინელ დღეში არიან, რომ აი ეს თავიანთი ეს სიგოიმე და სიბანძე უკვე ამოწურეს და უკვე როგორც წეღან აღნიშნე, აი ეს სიბანძე და სიგოიმე უკვე გადასდით ყლეობაში და აი ამ ყლეობის დადასტურება არის აი ამ TV პირველის ჟურნალისტის შეკითხვები აეროპორტიდან დაწყებული პრესკონფერენციით დასრულებული და აქვე ვიტყვი იმას, რომ ძალიან გაუმართლა იმ TV პირველის ვიღაცა ბანძ ქალს, რომელიც მიკროფონით დარბის და თავი ჟურნალისტი გონია, რომ ის მიკროფონი დვალიშვილმა ერთ ადგილზე არ გაუკეთა და ისი არ გამთავრდა პრესკონფერენცია იმ ვიღაცა TV პირველის ბანძი ქალისთვის. და კიდე აქვე ვიტყვი იმას, რომ თუ კი აი ეს ჟურნალისტიკა არის, რასაც აი ეს ვიღაცა ბანძი გოგო-ბიჭები აკეთებენ და თუ TV პირველი არის ტელევიზია, მაშინ ტელევიზიის დედაც მოვტყან და ჟურნალისტიკის დედაც მოვტყან. თუ აი ეს, რასაც TV პირველი და მაგის ჟურნალისტები თუ ვიღაცა ფარჩაკი ბანძი გოგო-ბიჭები აკეთებენ, ეგ თუ არის ჟურნალისტიკა, გულით ვიძახი, მაშინ ჟურნალისტიკის დედა მოვტყან მე. ეს არის და ეს რის თქმაც მინდოდა.